ქაოსი კვლავ გამოჩნდა ახლო აღმოსავლეთის რუკაზე. 2026 წლის 13 მაისს, რაც რეალურ ზეწოლას ახდენდა შეერთებული შტატების მტრებზე. ისინი აღმოაჩენენ, რომ ამერიკელი მოკავშირეების ქსელმა დამოუკიდებლად მოქმედება დაიწყო. დუმილში, ფარულ ოპერაციებში, გამოუცხადებელ თავდასხმებში და სამხედრო მოძრაობებში, რომლებიც პირდაპირ უტყამენ ირანს, კარტელებს და ტერორიზმთან დაკავშირებულ ჯგუფებს. როდესაც ტრამპი წითელ ხაზს ადგენს, მოკავშირეები, რომლებიც ადრე ვაშინგტონისგან ელოდნენ ყველაფრის გადაწყვეტას, იწყებენ შეერთებული შტატების მტრების მოქმედების სივრცეში შეჭრას. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე ნანახია სანდოუვის სტანდარტით. მიუსონაუესი ყველაზე აფეთქებადი ინფორმაცია სპარსეთის ყურედან მოვიდა. როიტერსმა გაამჟღავნა, რომ საუდის არაბეთმა მარტის ბოლოს ირანზე გასაიდუმლოებული თავდასხმები განახორციელა, როგორც პასუხი ირანის თავდასხმებზე სამეფოს წინააღმდეგ. წლების განმავლობაში რეალიტი განიხილებოდა როგორც ძალა, რომელიც ამერიკული სამხედრო ქოლგისგან იყო დამოკიდებული. ეხლა რეგიონული ომის ფონზე საუდის არაბეთი უბრალოდ ვაშინგტონის ბრძანებას არ დაელოდა. მან უპასუხა, დასავლელი და ირანელი ოფიციალური პირების თქმით, რომლებსაც როიტერსი ესაუბრა, საუდის საჰაერო ძალებმა ირანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს მას შემდეგ, რაც თეირანის რეჟიმმა საუდის ტერიტორია დაარტყა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ნავთობის სტრუქტურა. დეტალი, რომელიც ყველაფერს ცulis ისაა, რომ ეს იერიშები ოფიციალურ პროპაგანდაში არ მოხდა, სამხედრო აღლუმად არ გადაქცეულა და არც შოუს სახით გამოცხადებულა. ისინი დამალული დარჩა, რადგან ასეთი ქმედებები შეტყობინების გასაგზავნად გამოიყენებაება. სრული ომის გამოცხადების გარეშე საუდის არაბეთმა ირანს აჩვენა, რომ თავდასხმების ჩუმად მოთმენის ეტაპი დასრულდა. ტრამპს შეიძლება აღარ დასჭირდეს ამერიკელი ჯარისკაცების განთავსება ახლო აღმოსავლეთის ყველა კუთხეში, როცა სტრატეგიული მოკავშირეები იწყებენ იმის გააზრებას, რომ ირანის რეჟიმი მხოლოდ მაშინ იხევს უკან, როცა რეალურ ფასს გრძნობს. მეორე ნაბიჯი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან წამოვიდა, როგორც Guardian-მა Wall Street Journal-ის ინფორმაციაზე დაკრნობით გაავრცელა. საამიროებმა ირანზე საიდუმლო თავდასხმა განახორციელეს კონფლიქტის დროს. მათ შორის ირანის ლავანის კუნძულზე განხორციელებული ოპერაცია, რომელიც 7 აპრილის ცეცხლის შეწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. შეტევა სავარაუდოდ პასუხი იყო ირანის აგრესიაზე საამიროების ობიექტების წინააღმდეგ. ანუ ირანმა განახორციელა თავდასხმა. იგონა, რომ შეერთებული შტატების მოკავშირეები მხოლოდ თავდაცვაზე იქნებოდნენ გადართულნი, მაგრამ მიიღო პასუხი თავად რეგიონული ომის ლოგიკიდან გამომდინარე. ეს არის ის მომენტი, რომელიც თეირანს აფრთხილებს. ომი უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ტრამპით, ისრაელით და პენტაგონით. ეხლა ირანის რეჟიმს სჭირდება შეხედოს სპარსეთის ყურეს და გაიგოს, რომ ქვეყნები, რომლებიც ადრე დიპლომატიის უკან ცდილობდნენ დარჩენას, უკვე პირდაპირ მოქმედებას იწყებენ. ზოგი ამას სიფრთხილით აკეთებს, ზოგი უფრო აგრესიულად, მაგრამ ყველამ ერთი და იგი გაიგო. თუ ირანი იყენებს დრონებს, რაკეტებს, საზღვაო დივერსიას და მილიციებს, რათა ზეწოლა მოახდინოს შტატების მოკავშირეებზე, ამ მოკავშირეებს ავშირეებსაც შეუძლიათ ირანს დაარტყან საჯარო ნებართვის გარეშე. ქუვეითიც ამ კრიზისის ცენტრში აღმოჩნდა. ქუვეითის ხელისუფლების განცხადებით, ისლამური რევოლუციური გვარდიის მინიმუმ 4 წევრი დააკავეს, როდესაც ისინი ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას ცდილობდნენ ბუბიანის კუნძულზე, რომელიც ქუვეითის სანაპიროს ყველაზე დიდი კუნძულია. ეს ეპიზოდი აჩვენებს, რომ ირანი მხოლოდ ამერიკულ ბაზებსა და ისრაელს არ პასუხობს. თეირანი ცდილობს გახსნას მცირე ფრონტები, აგენტები შეაგზავნოს, გამოსტადოს კუნძულები, დააწიოს ზეწოლა მარშრუტებზე და შექმნას დაუცველობა სპარსეთის ყურის პერიფერიებზე. მაგრამ ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეები იძულებულნი არიან წინააღმდნენ. შეაღწიონ აგენტებით გამოსცადონ კუნძულები, დააწიონ ზეწოლა მარშრუტებზე და შექმნან დაუცველობა სპარსეთის ყურის პერიფერიებზე. მაგრამ ეხლა მოკავშირეები უფრო ფხიზლად არიან, უკეთ შეიარაღებულები და ნაკლებად მზად არიან მიიღონ ის, რომ ირანმა თავისი ნაბიჯები ჩრდილში გადადგას. მხისიერი შედეგი ის არის, რომ დონალდ ტრამპი იღებს სრულიად ახალ ვითარებას. გაჩერებული ბული ალიანსის ნაცვლად, რომელიც ვაშინგტონს მარტო ტოვებდა, ეხლა ჩნდება მოკავშირეთა ქსელი, რომელიც იწყებს ზეწოლის ნაწილის საკუთარ თავზე აღებას. დიდი ბრიტანეთი აგზავნის სამხედრო ძალებს სანავიგაციოს დასაცავად და თითოეული ასეთი ქმედება ამცირებს ირანის რეჟიმის შესაძლებლობას თავი მოაჩვენოს თითქოს კრიზის საკონტრაკონტროლებს. დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ გაგზავნის ნაღმების მოსაძებნად ავტონომიურ სისტემებს, ტაიფუნის ტიპის გამანადგურებლებს და საბრძოლო გემ HMS Dragons მრავალეროვნულ მისიაში, რომელიც მიზნად ისახავს სანავიგაციოს დაცვას. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ წარადგინა გეგმა ვირტუალურ შეხვედრაზე, რომელშიც 40-ზე მეტი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ლონდონმა ასევე გამოაცხადა 115 მილიონი ფუნტის გამოყოფა ნაღმების მოსაძებნი დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემებისთვის. ეს ცulis კრიზისის ბალანსს. ბრიტანეთის პასუხი ფრანგული ჩართულობისა და სხვა ქვეყნების მონაწილეობასთან ერთად აჩვენებს, რომ მოკავშირეებმა გაიგეს, ნავიგაციის თავისუფლება ვერ იქნება იმ რეჟიმის მძევალი, რომელიც ზღვას შანტაჟისთვის იყენებს. ამასობაში ამერიკულ მხარეს ტრამპი ინარჩუნებს მთავარ ზეწოლას ირანის ბირთვულ პროგრამაზე.
სხვაობა ახლა ისაა, რომ მოკავშირეებიც მოქმედებენ. ისინი აღარ ჩდებიან მხოლოდ როგორც ამერიკული ომის მაყურებლები, ისინი ჩდებიან როგორც მოქმედი პირები, რომლებსაც სურთ ირანს არ მისცენ შესაძლებლობა, რომ ყურის რეგიონი გადაიქცეს მუქარის კონტროლირებად ზონად. როცა ტრამპი ზეწოლას ახდენს, მოკავშირეები საჯაროდ წუწუნებენ, მაგრამ ულისებში ბევრი მთავრობა იცის, რომ კრიმინალური სტრუქტურა მხოლოდ ხარჯს, ბლოკადას, დაზვერვასა და ძალას აღიქვამს. და სწორედ ამიტომ იზრდება ახლა დებატი საიდუმლო ოპერაციებზე. ავსტრია ასევე მოხდა სიახლეებში მას შემდეგ, რაც Eurofighteris გამანადგურებლები ორ დღეში ორჯერ აიჭრნენ, რადგან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ავსტრიის საჰაერო სივრცეში წინასწარი ნებართვის გარეშე შევიდნენ. ანადოუს მიხედვით, ამერიკული სამხედრო მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობს გლობალური დაძაბულობის ფაზაში. როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომია, კრიზისი ყურეში, ზეწოლა კარტელებზე და დაპირისპირება ჩინეთთან და რუსეთთან, სადაზვერვო დაზვერვისადვისა და მხარდაჭერის თვითმფრინავები ბევრად უფრო ინტენსიურად იწყებენ მუშაობას. განვითარების, დაზვერვისა და მხარდაჭერის ოპერაციები ბევრად უფრო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველაფერი უფრო რთული ხდება მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ტრამპი მარტო იქნებოდა. ასე არ არის. შეიძლება იყოს დიპლომატიური ხმაური, შეიძლება იყოს კულისებში დავა, შეიძლება იყოს მოკავშირე მთავრობა, რომელიც ცდილობს საკუთარი საჯარო იმიჯის გადარჩენას. მაგრამ პრაქტიკაში დასავლეთის უსაფრთხოების მექანიზმი ისევ ამოქმედდა. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი ჩუმი მოქმედებები ხშირად ცვლის კრიზისის მიმართულებას მანამდე, სანამ საზოგადოება ყველაფერს ბოლომდე გაიგებს. ისტორიაში კრიზისი მანამდე, სანამ საზოგადოება ყველაფერს ბოლომდე გაიგებს. 2007 წელს ისრაელმა გაანადგურა სავარაუდო ბირთვული რეაქტორი სირიაში და ოპერაცია ოფიციალურად მხოლოდ 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ აღიარა. Reutersმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა 2018 წელს აღიარა იმ ადგილის დაბომბვა და განაცხადა, რომ ეს უნდა ყოფილიყო გაფრთხილება ირანისთვის. რამდენიმე წლის შემდეგაც კი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დეირ ალ-ზორის ადგილთან დაკავშირებული ურანის კვალი აღმოაჩინა და შეინარჩუნა შეფასება, რომ ეს ნაგებობა სავარაუდოდ იყო არადეკლარირებული რეაქტორი. ეს შემთხვევა მნიშვნელოვანია, რადგან ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების მოკავშირეები ყოველთვის არ ელოდებიან საჯარო შეხვედრას, საერთაშორისო რეზოლუციას ან პრესკონფერენციას, რათა იმოქმედონ სტრატეგიული საფრთხეების წინააღმდეგ. ზოგჯერ მსოფლიო მხოლოდ შემდეგ იგებს და როცა იგებს, აცნობიერებს, რომ საიდუმლო მოქმედებამ უფრო დიდი პრობლემა აღკვეთა. არსებობს სხვა მაგალითებიც, რომლებიც დაგვეხმარება მიმდინარე მომენტის გაგებაში, კიდევ სხვა მაგალითებიც არსებობს. ისრაელმა უკვე შეუტია ბირთვულ ობიექტებს თავისი საზღვრების გარეთ, რათა შეეჩერებინა მტრულად განწყობილი რეჟიმებისთვის სტრატეგიული შესაძლებლობების მოპოვება. მან უკვე შეუტია ასეთ შესაძლებლობებს. გაერთიანებულმა სამეფომ სხვადასხვა საზღვაო კრიზისის დროს გააძლიერა სანაოსნო მარშრუტების დაცვა, როდესაც სასიცოცხლო ინტერესები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. გოლფის ქვეყნები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ფრთხილად მოქმედებდნენ, ახლა ხვდებიან, რომ მხოლოდ დიპლომატიურ ნოტაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის, როდესაც დრონები და რაკეტები უტყამენ აეროპორტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, პორტებსა და ქალაქებს. რაც ახლა ხდება, ეს არის პოზიციის ცვლილება რეალურ დროში. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს. ასე უფრო მეტად ჩაერთვები ჩვენ საზოგადოებაში. მილსონ ალვესი. ამინ.